საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილია დღეს იმედი ლაივის სტუმარი, მივესალმებით მას და მადლობას ვუხდით გადაცემაში მონაწილეობის. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევის. ძალიან მნიშვნელოვანი ტურნე ჰქონდათ, ვიზიტები რამდენიმე ქვეყანაში, მაგრამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციით უნდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი. რა შესაძლებლობა იყო ეს ქვეყნისთვის, როგორ პოზიციონირებს დღეს საქართველო თავისი რესურსებიდან გამომდინარე, სწორედ აი უსაფრთხოების ჭრილში, კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობის თვალსაზრისით, როგორი ჩვენი როლი, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით. ნამდვილად საინტერესო იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. ბევრი თვალსაზრისით მე დავიწყებ ჩვენი პერსპექტივიდან. პირველ რიგში ორ მნიშვნელოვან მიმართულებაში იყო საქართველო წარმოდგენილი. ერთი ეს გახლდათ შუადერეფნის განვითარება და დაკავშირებადობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის დღეს და ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში და მეორე გაფართოების შესახებ გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატშიც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიგვეღო. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ბევრი სტუმარი ესწრებოდა უსაფრთხოების კონფერენციას და იყო კარგი შესაძლებლობა ჩემს კოლეგა მინისტრებთან მქონოდა საუბარი სხვადასხვა საკითხებზე. მაგრამ თავად თვითონ კონტექსტი და თვითონ რაც ხდებოდა თავად კონფერენციის ფარგლებში, ესეც ალბათ საყურადღებოა თუ როგორ ისახება ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის კონტურებიც, ესეც მნიშვნელოვანი განხილვის თემა გახდათ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, როგორია ევროპის ხედვა ევროპიდან ევროპის მომავლის და ხედვა ამერიკიდან ევროპის მომავლის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გამოსვლებიდან გამომდინარე, რაც მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების თუ ევროპელი ლიდერების მხრიდან. ამ კონტექსტში, რაც დღეს ჩვენ ვისმენთ და რაც ჩვენ მოვისმინეთ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კიდევ უფრო მტკიცდება, ასე ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის სისწორე თუ რამდენად მართებული იყო ის პოლიტიკა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ატარებს, მაშინ როდესაც ჩვენი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მთავარი ამოსავალი წერტილი ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და სულ უფრო მეტად და მეტად ისმის და მიუნხენის, ასე ვთქვათ, ტრიბუნებიდანაც ბევრჯერ გავიგეთ სწორედ სუვერენიტეტზე აქცენტების გაკეთება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის გადალაგების პროცესში სწორედ სუვერენიტეტი და ქვეყნის სუვერენიტეტის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელიც წლის განმავლობაში იმართება. რა თქმა უნდა, ის საჯარო დისკუსიები, პანელზე გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რა ხდებოდა კულისებში? მაყურებელს დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით აინტერესებს, რადგან ჩვენ ვნახეთ კადრები, სადაც თქვენთან ერთად, სხვადასხვა მინისტრებთან ერთად იქ იმყოფებოდა მათ შორის მარტა კოსი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსია ევროკავშირის მხრიდან. ჰქონდათ თუ არა მასთან საუბრის შესაძლებლობა? კულისებს მიღმა ხდებოდა ბევრი შეხვედრა, ბევრი საუბარი, რა თქმა უნდა, საუბარი ჩვენთვის პრიორიტეტულ თემებზე. დიახ, იმყოფებოდა ევროკომისარი მარტა კოსი, რომელიც მონაწილეობას იღებდა იმ პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა ევროკავშირის გაფართოებას, რაც ძალიან საინტერესო იყო ერთის მხრივ ჩვენთვის მოსასმენად და არა მხოლოდ მოსასმენად, გასაანალიზებლად თუ რა ხდება დღეს ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში ბრიუსელში, ევროკავშირის დედაქალაქებში, თუ როგორ ხედავენ გაფართოების პროცესს კანდიდატი ქვეყნები, განსაკუთრებით ბალკანეთის რეგიონიდან და უკრაინა და ამ ყველაფერში რა როლი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და როგორი არის უკრაინის მომავალი ევროკავშირის გაფართოებისთვის. ძალიან საინტერესო დისკუსიები იყო, საინტერესო კონტურებიც გამოიკვეთა თუ რა ხდება ასევე კულისებს მიღმა. როგორც ჩანს, სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ ევროპის დედაქალაქები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ არიან მზად უკრაინის მისაღებად უახლოეს მომავალში ევროკავშირში უკრაინის გასაწევრიანებლად, როგორც ჩანს, ეს საკითხი იქნება გაფართოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უახლოეს პერიოდში და როგორ გადაწყდება უკრაინის საკითხი, ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს არა მხოლოდ ევროკავშირის გაფართოებას, არამედ თავად ევროკავშირის მომავალს, შეიძლება ასე ვთქვათ. რაც შეეხება საქართველოს
მე სიმართლე გითხრათ, მაქვს განცდა, რომ დღეს ბრიუსელში ძალიან ნაკლებად არის ობიექტური რეალობის აღქმის, სწორად აღქმის და შეფასების შესაძლებლობები. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, ზოგადად რაც ხდება, ვფიქრობ, რომ ბრიუსელში კარგად არ ხდება ამ ყველაფრის გაანალიზება და ამ ფონზე სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია საერთოდ ვერ ხვდება საქართველოსთან ურთიერთობების მნიშვნელობას და თუ რამდენად მნიშვნელობა აქვს ის ჩარჩოები, რომელიც ჩარჩოებიც თავად შექმნეს ის სტანდარტები თუ ორმაგი სტანდარტები თუ უკვე რამდენ მაგი სტანდარტები ცოტა რთულია ამის დადგენა, მაგრამ მთავარი რაც აკლია დღეს ბრიუსელს ეს არის სტრატეგიული ხედვა და სტრატეგიული ხედვის განხორციელება, რაზედაც თავად მარკო რუბიომაც მიუთითა არაერთხელ და მათ შორის მიუნხენის კონფერენციის ფარგლებშიც. მაშინ, როდესაც ევროკავშირს დღეს თავისივე უსაფრთხოებისთვის, თავისივე ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ჭირდება ძალიან შუადერეფნის განვითარება და შუადერეფნის განვითარება სწორედ საქართველოს მონაწილეობით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ ფონზე და ამ პირობებში, როდესაც საქართველოსთან დამოკიდებულებისთვის ისევ ბრიუსელი ირჩევს არა დიალოგის რეჟიმს, არამედ რაღაც ზეწოლის ენის გამოყენებას, ეს რა თქმა უნდა არის ის სტრატეგიული შეცდომა, რომელსაც დღეს ის ბიუროკრატია უშვებს, რომელიც ზის ბრიუსელში. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ წევრი ქვეყნების მხრიდან დამოკიდებულება, პოზიციები, გაცნობიერება მეტად ხდება ამ სტრატეგიული საჭიროების, რაც არის საქართველოსთან დაკავშირებული და უფრო მეტად იცვლება წევრი ქვეყნების პოზიციები გარკვეულწილად საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა თავად ბრიუსელის დამოკიდებულება, ვიცით ჩვენ როგორია კომპოზიცია დღევანდელი ევროკომისიის, დიდი მოლოდინები იქ ნამდვილად არ მაქვს, მაშინ როდესაც კაია კალასი წყვეტს დიდწილად საგარეო ურთიერთობებში თუ როგორი პოზიცია უნდა დაიჭიროს ევროკავშირმა და არა ევროკავშირის წევრები, ესეც მნიშვნელოვანია. მაშინ როდესაც ერთის მხრივ საუბარი არის სუვერენიტეტის აუცილებლობაზე, სუვერენიტეტის წინ წამოწევის აუცილებლობაზე და მეორეს მხრივ კაია კალასის მიერ ხდება განსაზღვრა მესამე ქვეყნებთან ურთიერთობების, ესეც გარკვეული ანომალიაა, რომელსაც დღეს ვხედავთ სწორედ საგარეო პოლიტიკაში ბრიუსელის მხრიდან. თუმცა ამასთან ერთად ისიც უნდა ვთქვათ, რომ რამდენიმე დედაქალაქშიც ვიმყოფებოდი, განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი ხმამაღალი დამოკიდებულება სწორედ ამ პრინციპებთან მიმართებაში, როგორც ბუდაპეშტის, ასევე სლოვაკეთში, სლოვაკეთის ხელისუფლებაც საკმაოდ ხშირად საუბრობს სუვერენიტეტზე და ეს არის ის მნიშვნელოვანი დასაყრდენი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ პრაგმატული პოლიტიკის განხორციელების შანსი თუ არსებობს დღეს კიდევ ბრიუსელში, სწორედ აქედან შეიძლება ვიპოვოთ, ასე ვთქვათ, ამოსავალი წერტილები. სამწუხაროა, რომ ეს ბრიუსელის დამოკიდებულება ჯერჯერობით უცვლელია, მით უმეტეს, რომ ის სწორედ ევროკომისარი კოსი იყო ის, ვინც პრაქტიკულად საჯაროდ გამოაცხადა თავისი დამოკიდებულება გამჭვირვალობის პოლიტიკის მიმართ, როდესაც ამბობდა, რომ ჩვენ ვეძებთ გზებს, თუ ეს რთულიაო, მაგრამ ვეძებთ გზებს, როგორ უნდა მივაწოდოთ ჩვენი ფინანსური დახმარება სხვადასხვა ორგანიზაციებსო. ახლა, როდესაც ამ მხრივ კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, ქმედითი ნაბიჯები არის გადადგმული გამჭვირვალობის კუთხით და გრანტების კანონში ცვლილებებია და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ბრიუსელი კიდევ უფრო მეტად თუ სწორად გვესმის, ასე ვთქვათ, საერთო სურათი როგორია, კიდევ უფრო მკაცრი იქნება რიტორიკა, თუ მაინც ელოდებით გარკვეულ ცვლილებებს, სწორედ აი წევრი ქვეყნების დამოკიდებულების, ასე ვთქვათ, ცვლილებასთან ერთად. თუ ჯერჯერობით ესე იგი უცვლელი გვაქვს ვითარება. ნახეთ, მზაობა იმისა, რომ იყოს სწორად გაგებული, რას აკეთებს საქართველო, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიაში ეს მზაობა არ არის. პირიქით, დღეს არიან იქ ადამიანები, რომლებიც საქართველოს იყენებენ, საქართველოს საკითხს იყენებენ ძალიან ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, რომელშიც არ შედის ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოება
უსაფრთხოება და სტაბილურობა. სამწუხარო რეალობა ასეთია, არიან ძალები, მათ შორის ბრიუსელის ბიუროკრატიაში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა არ ჭირდება სტაბილურობისთვის და სტაბილურობის ხიდად არ ხედავს ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის პირველ რიგში უსაფრთხოების და სტაბილურობის დაცვას, სწორედ პოლიტიკური პროცესების დაცვით გარე ჩარევებისგან, ეს არის ის სწორი გზა, რაც შეიძლება ქვეყნის პასუხისმგებლიანმა ქვეყნის ხელისუფლებამ გააკეთოს საკუთარი ქვეყნის დასაცავად. რამდენად ეს გზა მოწონთ იმ ადამიანებს, რომელთანაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ეს ყველაფერი, ბუნებრივია მათ არ მოეწონებათ, ბუნებრივია ეს კრიტიკა იქნება, ბუნებრივია ამას არ დაინახავს არავინ როგორც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და გარე ჩარევების შიდა პოლიტიკაში აღმოფხვრისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, იქნება მცდელობა, რომ ეს კიდევ წარმოაჩინონ რაღაცა დაუსრულებელი დემოკრატიული უკუსვლის კიდევ გაგრძელებად, დაუსრულებელი ზურგშექცევის პოლიტიკის გაგრძელებად, რამდენჯერ შეიძლება შევაქციოთ ევროპას ზურგი წარმოუდგენელია, როგორც ხედავენ და როგორც ცდილობენ, რომ დაინახონ მარტივი რამ ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებების განხორციელება, რომელიც ემსახურება ქვეყნის სტაბილურობას, ქვეყნის უსაფრთხოებას. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომელშიდაც მოქმედებს დღეს საქართველოს ხელისუფლება და სულაც არ არის მისი დანახვა და გაგება ასეთი რთული, როგორიც ჩანს ბრიუსელის გარკვეული. თქვენც აღნიშნეთ წეღან, რომ არსებობენ ქვეყნები, სადაც რადიკალურად შეცვლილია ეს რიტორიკა, იმიტომ რომ თუ უნგრეთს და სლოვაკეთს არ ჩავთვლით, იგივე მაგალითად ჩეხეთში, როდესაც შეიცვალა უკვე მთავრობა და ბევრ სხვა ქვეყანაში, ხორვატიის პრეზიდენტი იყო საქართველოს ჩამოსული და მისი მესიჯები ვნახეთ, რომელიც იყო თითქმის იდენტური იმის, რასაც ქართული ოცნება აჟღერებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. თან პლუს ამას თუ დავამატებთ მაგალითად იმ ქვეყნების რაოდენობას, რომლებიც ახლა რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვაზე ფიქრობენ და ეს არის ევროკავშირის წევრი დიდი ქვეყნები, საფრანგეთი, იტალია და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ შესაძლოა წლის ბოლოსთვის სხვა სურათი გქონდეს და მიუხედავად მისი განწყობებისა, კაია კალას და ევროკომისიას საერთოდ მოუწიოს პოზიციების ცვლილება, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, იმიტომ რომ თუ კი ისინი რუსეთთან საუბრობენ და აპირებენ ურთიერთობების განახლებას, მაშინ ამ შემთხვევაში საქართველოსთან დიალოგის განახლებას რა უდგას წინ? რუსეთთან ურთიერთობებიც ხომ გამოგონილი მიზეზი იყო საქართველოსთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობების ასეთ ჩარჩოში მოქცევის იმ ბიუროკრატების მხრიდან, რომლებმაც მოახერხეს ის, რომ საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობები დაეზიანებინატყო. ესეც ხომ გამოგონილი ქვეყანა, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს რუსეთთან, ქვეყანა, რომელსაც როგორი კუთხითაც არ უნდა შეხედო, რომ ისტორიის რომელ ნაწილშიც არ უნდა შეხედო, ყველაზე ნაკლებად შეიძლება დააბრალო პრორუსობა, ან თუ საბჭოთა კავშირის დროს არ მოუქცეულ ვართ რუსეთის ისეთი გავლენის ქვეშ და რა მოხდა ახლა 2022 წლიდან ისეთი საქართველოში, რომ უცებ გახდა მთელი საქართველო ასეთი რუსული თუ პრორუსული. ხო, წარმოუდგენელია, ეს ხო აბსოლუტურად უსაფუძვლო შექმნილი ბრალდებები იყო და მიზეზები, რის საფუძველზეც დააზიანეს ეს ურთიერთობები. შესაბამისად, არარსებულის მოგონება ყოველთვის შეიძლება ასეთი მიზეზები მოძებნო. აქედან გამომდინარე, არარსებული თუ შეიცვლება, ესეც არ მგონია, რომ დიდად განსაზღვრელი იქნება საქართველოსთან ურთიერთობების გადალაგების და არც იმას არავინ არ იტყვის, უილად, ასე ვთქვათ, გაბრაზებულ ვართ ამ ხალხზე და მიზეზი არ გქონია მაინც და მაინც გაბრაზების. აქ უფრო ჩვენს თვალში ხდება ნგრევა იმ ფასეულობების და იმ სახის, რაც ჩვენ მოგწონს და რისკენაც ვისწრაფვით, ხო, ევროპისკენ და ევროპის, ასე ვთქვათ, ევროკავშირში. ის, რომ დღეს შეიძლება მიკროფონით დიო ადამიანებს, რომ აბა თქვით, პუტინი არის თუ არა ტერორისტი, არის თუ არა საერთაშორისო კრიმინალი და მეორე დღეს შენ თამამად თქვა, რომ იცი რა, მე უნდა დავჭდე პუტინთან სასაუბროთ და მე უნდა რუსეთს ვესაუბრო, სხვა გამოსავალი არ არის. აქ უკვე შენი, ასე ვთქვათ, სანდოობა თუ შენი და შენი სახე ზიანდება, მეტი არაფერი. ანუ საკუთარ თავს ერჩიან ასეთი
ცვალებადი პოზიციებით ან იმ პოზიციების უსაფუძვლობით, რომელიც ჰქონდათ ხოლმე ამა თუ იმ სიტუაციაში, ხო? მოლოდინები სხვა ახლა რუსეთთან მიმართებაში ბევრი მცდარი ზღაპარი მოვისმინეთ, ბევრი ხნის განმავლობაში, ბევრი მცდარი ხა მე მახსოვს, როდესაც ომი დაიწყო 2022 წელს, იქ იყო ესეთი მტკიცებით ფორმაში ნათქვამი განცხადებები რამდენიმე ევროპარლამენტარის მხრიდან, რომელიც მის უკან კიდე ბევრი ხალხი იდგა, ხო, ვინც ამას ასე ფიქრობდა. რომ ხვალ რუსეთში დაიქცევდა, დაინგრეოდა რუსეთი ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, ჩამოაგდებდნენ, შეცვლიდნენ და მერე რა შეებოდა საქართველოს თუ ახლა ამ ფერხულში არ ჩაებმა. ისტორიის არასწორ მხარეს თქო მასე. ხო, გახსოვთ ახლა ეს განცხადებები, რასაც გვაბრალებდნენ. ასე რომ ზოგადად ბევრი რამ შეიცვლება ალბათ წლის ბოლომდე, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება თუ როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხები, თუ როგორი იქნება სამშვიდობო გეგმა, თუ იქნა ეს მიღწეული და როგორი იქნება კონტურები ახალი ევროპული უსაფრთხოების, რაც სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ნაკლებად იწერება ევროპაში. ახლა შევეხოთ ახლა დაკავშირებადობის საკითხს და შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივას. აქაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო მცდელობა ამ მიმართულების პოლიტიზების და ჩვენ გვახსოვს, რომ პრაქტიკულად რუკის გადასინჯვით იყვნენ დაკავებულნი ზოგი ერთები, ისე რომ საქართველოს უნდათ რომ ამოეგდოთ. აი ეს არის მნიშვნელოვანი. თუ ხედავთ კვლავ აი ამ რისკს, რომ საქართველოს რაღაცნაირად დაკარგოს, ან სრულად არ აითვისოს ის უნიკალური როლი და რაც მას აძლევს ეს გეოგრაფიული. არა, ამის რისკს ნამდვილად ვერ ვხედავ და არ არსებული ახლა ჩვენ ამ შიშებით ვიყოთ და ვინმე შეგვაშინოს, რომ საქართველოს გაქრება რუკიდან, საქართველოს არ გაქრება რუკიდან ნამდვილად. უბრალოდ იმ ხალხის კომპეტენციაში თან დაკავშირებით შეიძლება დასვა კითხვის ნიშანი, რომელიც დღეს საუბრობს დაკავშირებადობაზე და არ ახსენებს მთავარ რგოლს ევროპისთვის საქართველოს. ან არ ახსენებს კი არა, ერჩის მას და პირიქით ცდილობს, რომ რაღაცნაირად დააზიანოს ეს გზა. მაშინ, როდესაც სხვა ალტერნატივა დღეს არ არსებობს. ეხლა რაც არ უნდა ვისაუბროთ, ხო არის დღეს საუბარი ინტენსიურად აზერბაიჯანის, სომხეთის გზით ახალი გზების მშენებლობაზე, რომელიც თამამად შეგვიძლია მშვიდად და წყნარად ვთქვათ, რომ კარგია რეგიონისთვის. ეს თუ განვითარდება და თუ დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, ჩვენი რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება სწორედ დაკავშირებადობის კონტექსტში. მაგრამ ის რომ რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველოს, ხა ეს წარმოუდგენელია, მაშინ როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ეს გზა არსებობს, მოქმედებს, ვითარდება, მოთხოვნა იზრდება ყოველწლიურად და არა მცირდება და კიდევ 1, 3, 4 მარშრუტი რო დაემატოს მას, მაინც საკმარისი არ იქნება ალბათ იმ ყველაფრისთვის, რაც ხდება დღეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, როდესაც ტვირთბრუნვაზეა საუბარი, ხო? აქედან გამომდინარე, ესეც თუ როგორც ცდილობენ ზოგიერთები გამოიყენონ აზერბაიჯანის და სომხეთის ურთიერთობები საქართველოსთან მიმართებაში და წარმოაჩინონ თითქოს ან რაღაც ისეთი კითხვები დასვან ორაზროვანი, აი თქვენ როგორ უყურებთ? კარგად ვუყურებთ ამას ყველაფერს, გვიხარია, მოგწონს და არ უყურებთ ამას როგორც კონკურენტ გზას საქართველოსზე გამო. ამ კონტექსტში, ანუ როდესაც საუბრობთ ალტერნატიულ გზებზე, ჩვენ ვნახეთ თქვენი ოპონენტების განცხადება, რომ იქ იყო მაგალითად JD Vance ჩასული და საქართველოში ის არ იმყოფებოდა და ბევრი კრიტიკა წამოვიდა ხელისუფლების მისამართით შტატებთან ურთიერთობის თვალსაზრისით ამ მოკლე პერიოდში. თუმცა ჩვენ ვნახეთ შეხვედრა JD Vance-თან, მარკო რუბიოსთან, მთავარი გზავნილებიც მოვისმინეთ, მაგრამ მაინც საინტერესოა, ანუ საბოლოო ჯამში თქვენი როგორც დიპლომატის მოლოდინი რა არის ამ საუბრების შემდეგ, რომელიც ჰქონდათ? პირველ რიგში თუ ვინმეს შეიძლება გავაკრიტიკოთ და თუ ვინმეს ეკუთვნის კრიტიკა, სწორედ მათ ეკუთვნით კრიტიკა, ვინც აესე მონდომებით მიიღო მონაწილეობა იმ ყველაფერში, რამაც მიიყვანა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები იმ ნიშნულამდე, რა ნიშნულამდეც მივიდა ამერიკის
ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის პირობებში. ამ ყველაფერში ჩართული იყვნენ და არიან დღესაც სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქეები, პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ის ადამიანები, რომლებიც დღესაც ყვებავენ ჯო ვილსონს და კიდევ სხვადასხვა ორგანიზაციებს არასწორი ინფორმაციებით და ნარატივებით, რომელიც მიმართულია ერთადერთი რაღაცისკენ. კიდევ უფრო დაზიანდეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები, ან არ შეიქმნას ამ ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა. ეს არის მთელი ძალისხმევა და თუ ვინმე იმსახურებს კრიტიკას, ესენი არიან სწორედ ის ადამიანები, ვინც ამაში ხარჯავენ ძალას, ენერგიას და ძალიან ბევრ ფულს. რაც შეეხება ჩვენთან მიმართებაში და კომუნიკაციას, რომელიც შედგა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან, მარტივი რამ ითქვა იქ, ურთიერთობების ისეთ მდგომარეობაში ჩაბარდათ, მათ ამას სჭირდება გადახედვა, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დრო იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები გამოვასწოროთ და დავაბრუნოთ რაღაც უფრო პრაგმატულ ჩარჩოში. ეს ითქვა სახელმწიფო მდივნის მხრიდან ცალსახად, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც არსებობს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში, არის რთული და მას სჭირდება გადახედვა და რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ეს მოხდება უფრო მალე, ვიდრე გვიან და ეს პროცესი უკვე დაწყებულია, გარკვეული ფიქრის პროცესი, თუ როგორ შეიძლება საქართველოსთან ურთიერთობები დავაბრუნოთ ნორმალურ ჩარჩოში და დავიწყოთ ჩვენ როგორც მოველით ახალი ფურცლიდან, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ინტერესების შესაბამისად წარმართოთ ეს ურთიერთობები. რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს, ძალიან მარტივი საფუძველი ჰქონდა მასაც. იცით თქვენ თუ რა დონეზე დგას სამშვიდობო შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირადად მის დღის წესრიგში, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება სწორედ ამ მიმართულებით ქვეყნებთან ურთიერთობას და აზერბაიჯანი და სომხეთი გახლავთ ის შედეგი, რომელიც ერთგვარად არის თეთრ სახლში 8 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების, ასე ვთქვათ, გაგრძელება და სწორედ ამის დემონსტრირება იყო ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ორ ქვეყანაში, სამხრეთ კავკასიაში, რომლებმაც მრავალწლიანი, ასე ვთქვათ, კონფლიქტი დაასრულეს და მრავალწლიანი კონფლიქტის შედეგი არის დღეს უკვე მშვიდობა რეგიონში. ორი ქვეყნის ურთიერთობა უსამართლოდ და უსაფუძვლოდ დაზიანდა, ამაზე თქვენ დიდი ხანია საუბრობთ და არ ყოფილა არც ერთი მომენტი, როდესაც გითქვამთ, რომ აი მართლაც რაიმე რეალური საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ შეერთებული შტატების დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ყოფილიყო ისეთი, როგორიც იყო, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის მხრიდან ამის აღიარება, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რომ მათი მხრიდანაც დაახლოებით მსგავსია დამოკიდებულება, ეს არის თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომ პოზიცია შეცვლილია და ისინი არ იზიარებენ იმ მიდგომას, რომელიც ჰქონდა წინა ადმინისტრაციას და გადაითარგმნება თუ არა ეს პოლიტიკა. პოზიცია რომ შეცვლილია, ამაზე ის დუმილიც, მოდით ასე ვთქვათ, ის დუმილიც 1 წლის განმავლობაში რაც იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიციონერების მხრიდან, რა თქმა უნდა, ესეც მეტყველებს. ეს დუმილიც იყო გარკვეულწილად პოზიციის ცვლილება. თქვენ გახსოვთ ალბათ, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი შევიდოდა თეთრ სახლში, დღე არ გავიდოდა რომ საქართველო არ ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის დღის წესრიგში რაიმე ფორმით. ამდენი მოსმენა ალბათ არსად არაფერზე არ გამართულა, რამდენიც გაიმართა საქართველოსთან დაკავშირებით, ხო? მახსოვს ზაფხულის პერიოდი იყო, ყოველ მეორე დღეს შეებულებაშიც არ წავიდა ხალხი და დასასვენებლად საქართველოზე იყო მსჯელობა ხან სენატში, ხან კონგრესში, ხან ერთი კომისია იმართებოდა, ხან მეორე კომისია. ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოსთვის, მოდით ესე ვთქვათ, მაშინ წინა ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს პოლიტიკაში იქნებოდა ყოველდღიურად დღის წესრიგი ასეთი განცხადებებით, რაც მოდიოდა მაშინ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ერთ ღამეში და ერთ დღეში ვერ შეცვლი.
თუმცა შეიცვალა ის, რომ ჩვენ ეს აღარ გვესმოდა 1 წლის განმავლობაში და იყო, რა თქმა უნდა, შეცვლილი დინამიკა და შეუძლებელია ეს არ დავინახოთ და შეუძლებელია ჩვენ ეს არ შეგვემჩნია, ხო და არ ჩავთვალოთ, რომ გარკვეულწილად ეს იყო პოლიტიკის ცვლილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. და ხა ისიც ფაქტია, რომ ძალისხმევა არ შეჩერებულა ურთიერთობების დასაზიანებლად, ისიც ვიცით, რომ არც თანხების დახარჯვას ნანობენ იმისათვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენ ჯო ვილსონის და მისი ასე ვთქვათ განცხადებები გვესმოდეს და ეს იყოს ასე ვთქვათ დამაბალანსებელი იმ სიჩუმის, რა სიჩუმეც იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, თუმცა ფაქტია, რომ ის ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი არ იქნა მიღებული, რაც დარწმუნებული ვარ არ იქნებოდა ასე, რომ არ ყოფილიყო სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდანაც ჩამოყალიბებული პოზიცია ამ პოლიტიკის მიუღებლობასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ახალი ჩარჩო, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მუშაობა, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა და ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა იმისათვის, რომ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ჩათვლის საჭიროდ საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ჩარჩოს შექმნას, ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. როგორი იქნება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა, მისი სტრატეგია 2026-30 წლების ამის თაობაზე დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია და იქ არის საუბარი როგორც გარეჩ შარევაზე, როგორც ეროვნული ინტერესების დამაზიანებელ ფენომენზე, ასევე მაგალითად საერთაშორისო ორგანიზაციების, ასე ვთქვათ, სრულ დატვირთვაზე, ნეგატიურ კონტექსტში დატვირთვაზე, დანიშნულ ბიუროკრატებზე, რომლებიც მხოლოდ ასე ვთქვათ, მავნებლობის მეტი არაფერი არ მოაქვთ ქვეყნებისთვის და ასე შემდეგ. ეს არის თუ არა ის გარკვეული გარდამტეხი გზავნილი, რაც საყურადღებო უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, რის მიხედვითაც ჩვენ დაახლოებით წარმოგვიდგენია, როგორ აშენდება ქვეყნების ჩვენ როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ამას უწოდებენ თავდასხმას, რომ ჩვენ თავს ვესხმით ყველას, ჩვენ არავის არ ვესხმით ყველას, უბრალოდ ცოტა ადრე დავიწყეთ ალბათ იმ ნაკლოვანებებზე საუბარი, იმიტომ რომ საკუთარ თავზე გამოვცადეთ ეს ნაკლოვანებები, რაც შევნიშნეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენ ვთქვით, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ნაცვლად სამართლებრივი რეკომენდაციებისა კანონებთან დაკავშირებით. ხო, ჩვენ ხო წავიკითხეთ, ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რომ კანონზე ექსპერტიზა გადაიზარდა იმაში, რომ ეს ხელისუფლება არ ვარგა და მოდით გამოვცადოთ. ნუ დაახლოებით ახლა ცოტა შეიძლება უხეშად ვამბობ, მაგრამ დაახლოებით შინაარსი ასეთი იყო. იქ ჩვენ ნახეთ, რომ არანაირი სამართლებრივი ექსპერტიზა აღარ კეთდებოდა კანონებთან დაკავშირებით და ყველაფერი იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ნახეთ ევროპის საბჭოში, საპარლამენტო ასამბლეაში როგორ განვითარდა ხო მოვლენები, როგორ ხდება ევროპის საბჭოს ინსტიტუტების გამოყენება. აგერ ეუთო ვნახეთ, როგორ არის მცდელობა და სხვათა შორის ეუთოს მინისტერიალი, როდესაც იყო დეკემბერში ვენაში, მე მაშინ თქვი ძალიან ხაზგასმით, რომ ხდება ინსტიტუტების გამოყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად იმისათვის, რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში მოხდეს ჩარევა და ამისათვის ის ამ სტრატეგიაში სწორედ ის წერია, რომ ეს ორგანიზაციები არ წარმოადგენენ გლობალურ საკანონმდებლო ორგანოებს, არც ერთი კუთხით, არც პოლიტიკური და არც მორალური კუთხით. ამ თვალსაზრისით შტატების ასეთი მკვეთრი და მწვავე პოზიცია შეცვლის თუ არა მათ შორის ამ ორგანიზაციების ქცევის პრინციპებს. ნახეთ, ეს იყო სწორედ სახელმწიფო მდივნის გამოსვლის, ასე ვთქვათ, თავარი ხაზიც. ჩვენ რა თუნდაც ევროკავშირში რა მოგწონს ევროკავშირი, რით განსხვავდებოდა ჩვენთვის საბჭოთა კავშირისგან ევროკავშირი, რომ ეს იყო სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანება. რას ნიშნავს სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანება? იმას ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოს აქვს თავისი სუვერენული უფლებები, რომ თავად გადაწყვიტოს მისი შიდა საქმეები. დღეს ჩვენ რა ხედავთ, ანუ გლობალიზაცია როგორ იყო გაგებული, რომ შეიქმნა რაღაც სუპერ ორგანოები, რომლებიც წყვეტენ რა უნდა იყოს, ну, რა ვიცი, ფაქტიურად მიკროდონეზე შენს ქვეყანაში როგორ უნდა მოხდეს. აი, იმდენად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება უკვე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩასარევად, რომ ყველანაირი ჩარჩო დაიკარგა. ხო, დღეს გამახსენდა მაგალითად, ყველაფერი გამოიყენეს იმისათვის, რომ თავზე მოგახვიონ ის წესები, რა წესებიც, ვთქვათ, ვიღაცის თავში მოვიდა რომელიღაც კაბინეტში და გავიხსენე ჩვენი ეგრეთ წოდებული კრიზისი 2020 წელს
სახელმწიფოს არჩევნების შემდგომ. პოლიტიკური დიალოგი, რომელიც რაღაც ეს ხელოვნური პროცესი, რომელიც წამოიწყეს შარლ მიშელის შეთანხმება და შეთანხმება, რომელსაც საერთო არაფერი არ ქონდა არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესთან. არც ერთს არავის არ აინტერესებდა გენერალური პროკურორი როგორ იქნებოდა არჩეული იმ დროს ვითომთ და კრიზისი როცა ქონდა ქვეყანაში როგორ შემოგეყვანა პარლამენტში არჩეული პარლამენტის წევრები. ასეთ დონეზე დავიდა საერთაშორისო ორგანიზაციების როლი, რომ აი ესეთ ხელოვნური პროცესები შექმნან, მერე ვითომ დააწყნარონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს არის ის ალბათ, სადაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატები რომ გლობალურად ძლიერი მოთამაშეა, ამაში ალბათ კითხვის ნიშანი არ არსებობს და რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ძლიერი მოთამაშე აკეთებს სწორედ პრობლემაზე აქცენტს, იმედი გამოვთქვათ, რომ რაღაც შეიძლება ცვლილებების დასაბამი იყოს გლობალურ სცენაზე. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.